აქტიურ ცხოვრებას ეწევა ადამიანი, მე პენსიაზეც გასვლის შემდეგ ცოტა ძნელია. საზოგადოებაში ადაპტირება ძნელია და სახლში ყოფნა წყვილხელდაკრეფილი ორივე ძნელია დამეთანხმე. როცა ეკაოქრიაშვილმა ერთ სკოლაში მუშაობდით ადრე და კოლეგები ვართ და დამირეკა და მითხრა დანამასწავლებელო ფსიქოლოგი მოგდისო და გთხოვთ რომ მოგძანდეთო დღე მითხრა აპრილის ბოლო იყო. ეს იყო რაღაც საოცარი ცვლილების დასაწყისი ჩემს ცხოვრებაში. მოვიდა ფსიქოლოგი კონსტანტინე ოძიძის ასეთი გვარი. და დღემდე სულ ყველა შეყვარებული ვართ ამ ბიჭზე, ისე გვიყვარს. ისეთ საოცარ რაღაცებს გვიყვება, ისეთ საოცარ რჩევებს გვაძლევს. ერთხელ რომელიღაც ხალხის ნახატიც მოგვიტანა იმის განხილვა. ხელოვნებაში მეტნაკლებად გაყვეული ვარ. შვილი ხელოვნება ცოდნე მყავს ორიდან. მაგრამ იმან რომ ის ლექცია ჩაგვიტარა, ეს იყო დაუბიწყარი. რას ვაკეთებ მე თვითონ? მღედი არა უშავს ისე და პატარობიდან მღეროდი გუნდში და არ მიჭირს სიმღერა. მე სპექტაკლები რომ გავაკეთეთ, 3 გოჭიც, სოფლის მაშენებელიც და ფიტკია და 7 ჯუჯაც. ყველა ისეთი იყო, რომ ლია ფილტმანმა გააკეთა, რობერტ სტურვა დავარქვით ჩვენ ლია ფილტმანს, იმდენად მიჭერად დგამს სპექტაკლებს და ისე კარგად დანაწილებს ყველაფერს და თან ხატრულადაც თვითონ აფორმებს. ნახატები თვითონ გააკეთა მაგალითად სოფლის მაშენებელში. და ყველა სპექტაკლი ისე იყო, რომ აუცილებლად სიმღერაც იყო საჭირო და საუბარიც და რაღაც არაჩვეულებრივი სპექტაკლები გამოვიდა, ისე რომ ვინც მოვიდა სტუმარი ყველა გვეუბნებოდა, რომ ვახებდნენ, რომ აი პროფესიულ დონეზე გააკეთეთ, რომ განსაკუთრებით 3 გოჭი ყველას და ყველა ბაღებში ჩავიტანეთ რაიონში. ნუ რა თქმა უნდა, საზოგადოებაში რომ ხარ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება აქტიურ ცხოვრებას ეწევი, ამაზე კარგი რა უნდა იყოს, ხო? კარგია ბავშვებთან კონტაქტიც, დადებით მუხტებს იღებ მათგან, დადებითი აურა მოდის, ხალისი მოდის. მე ხომ არის შემთხვევა, რომ თქვა რომელიმე სოფელში არ ხარ ნაყოფ, მე რა ვიხანე ვცხოვრობ. აი ისიც საინტერესოა, რომ იმ სოფელში მიყარ, აზერბაიჯანულ სოფლებშიც ვატარებდით კონცერტებს. ქართულ საბავშვო ბაღებში ყველგან ვიყავით, სკოლებში ბევრგან. მათთვისაც აი სიახლე იყო თოჯინების თეატრი. რამდენი კი არა, ალბათ არც ერთი ბავშვიც არ ყოფილა რაიონიდან წასული თოჯინების თეატრში. არ არის საშუალება იმდენად მშობლებმა ატარონ და ეს მათთვის იყო სახლში და მათ ბაღში მოსული ზღაპარი. საოცარი რაღაც არის ეს ზღაპარი, ვერ წარმოიდგენ. მე ვერ წარმომიდგენია 72-მდე ვართ აქ და რომელიმე მრთვას თუნდაც ერთი სიტყვა რომ არ რაღაც ეწყინა ან რომელიმე წევრი არ მოსწონს ან ვიღაცასგან უსიამოვნება მიიღო. გამორიცხულია. იმიტომ სულ ვეფერებით ერთმანეთს, ისედაც ვიცით. ასაკოვანები ვართ და აი ბოლო ხანებში მაინც უნდა მოვეფეროთ საგურიასე არ იყოს ერთმანეთს, ეს ცხოვრება უსასრულო მოგონიათ და აი საოცარი სიტუაცია და მე ვფიქრობ რომ ეს ისეთი პროექტი უნდა გაგრძელდეს და იყოს სულ და უნდა იყოს მე თუ მკითხავ ყველა მუნიციპალიტეტში. აქ რომ მოდიან ხოლმე ახლა გორშია ეს ესეთი ცენტრი და კაზრეთში. მაგრამ ვერთით არ ვიტყვი, ვინც მოდიან ყველა გვეუბნება რომ თქვენ მეტი ნიჭი გაქვთ, თქვენ მეტი საშუალებები გაქვთ და უფრო მოსწონთ ჩვენი. ნუ ახლა განსაკუთრებით ეს ხატრული გაფორმებები ყველაფრის და სიმღერა და ნიჭი ამ სპექტაკლების ძალიან მოსწონს ყველას და ჩვენ ცოტა ტრაპაყობთ ხოლმე ამით. მე ჩვენი მოსწავლეებიც აი აქ ვინც დადიან ამ მასში ტექნიკურ ხიდში ჩართული ბავშვები წაიყვანა, გაიმარჯვეს პირველი ადგილი აიღეს, ბორჯომში იყო რაღაცი. რასად როდის გუგლის მიხედვით ყველა სფერო იყო გეოგრაფია, იყო ისტორია, იყო საზოგადოება, მუსიკა. და ჩვენ ბებრებს ჩვენი გუნდი ყავდა ახალგაზრდებს თავიანთი ტოლი არ დაუდეთ მაინც და მაინც არ ჩამოვჭით. რა თქმა უნდა ახალგაზრდებმა აიღეს პირველი ადგილი, 4 გუნდი ვიყავით და ძალიან კარგი იყო გონების განვითარებისთვის. მე არ დამოიტანე სამაგიდო თამაშები გვაქვს, ლოტო, რაღაცა ისინი ფაზლებს ვაწყებთ, ჩვენ პატარა ბავშვები ჭკუაზე ვართ და ძალიან მოგწონს ეს თამაშები და რაც მთავარია ახლა დაფინანსება შეგვიძლია, მაგრამ გვინდა ხოლმე რომ ერთმანეთს მივუვაცოთ დაბადების დღეები და რაღაც მიზერული თანხით, ძალიან ცოტათი თუ რაღაცა პატარა სუვენირს უყიდით ერთმანეთს და მე ვისაც არ შეგვიძლია ეს ქართული ოჯახი ერთმანეთს იმ დონეზე დავიდეს, რომ
ხუთებს კაც არ გაუმასპინძლებს და ეს ხშირი გვაქვს ეს შემთხვევები. ამით ვიხალისებთ ცხოვრებას. აი თუ ვის იმეს უნდა რომ სიცოცხლე გაილამაზოს, გაიხანძროს, აზრიანი გახადოს, აი ესეთ ცენტრში უნდა იაროს. ქვეყნის წინსვლისთვისაც კარგია ეს თაობებს შორის ურთიერთობა. თორე პატარები გადაეჩვიან უფროსების პატივისცემას, უფროსები გადაეჩვიან პატარებთან ურთიერთობას და აი ამ კუთხითაც ძალიან კარგია და კარგი იქნება თუ მეწყურებლობას მიაქცევენ და ყველა მუნიციპალიტეტში თუ გააკეთებენ ასეთ პროექტს, ეს იქნება რაღაც შეუდარებელი ქვეყნისთვის. რაღაც ისეთი პროექტია ალბათ ყველაზე მეტად მაინც საქართველოს მოემგება.